ტბაწვერი ტურისტული ობიექტი კახეთში, რომელიც ვიზიტორთა სიმრავლით გამოირჩევა. ეს ულამაზესი ადგილი ისტორიულ სოფელ ჭერემში ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1330 მეტრზე მდებარეობს და ტურისტებს გასაოცარი ბუნებითა და გადმოსახედებით ანცვიფრებს. ობიექტი წელიწადის 4-ვე სეზონზე მასპინძლობს დამსვენებლებს და საინტერესო ტურებს თავაზობს. ტბაწვერის მახლობლად მდებარეობს მეფე ვახტანგ გორგასლის სასახლე, ციხე-დარბაზი, წმინდა ბარბარესა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები და სხვა ისტორიული ძეგლები. ჭერმის ნაქალაქარი ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი არის და ტურისტულ რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ტბაწვერი არის ყველაზე მაღალი ადგილი სოფელ ჭერემის ტერიტორიაზე. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1330 მეტრის სიმაღლეზე. ტბაწვერის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა, აქედან მოდის სახელწოდება, ტოპონიმი და აგრეთვე არის ციხე-კოშკის ნანგრევები შემორჩენილი. ძალიან ლამაზი გადასახედი აქედან მთლიანად კახეთზე და არის ძალიან მიმზიდველი ვიზიტორებისათვის, ტურისტებისათვის. აქ მოსულ ტურისტებს შეუძლია დაათვალიერონ ტბაწვერის ახლოს მდებარე ვახტანგ გორგასალის ნაქალაქარი. ანუ ამ ნაქალაქარში შედის ვახტანგ გორგასალის სასახლე, ციხე-დარბაზი, აგრეთვე სხვადასხვა ნაგებობები, რომელიც მე-5 საუკუნით თარიღდება. აქვე არის წმინდა ბარბარეს ეკლესია და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები, რომელსაც სწორუდაბალის ეკლესიას ეძახიან. მთლიანი ეს ტერიტორია მე-5 საუკუნით თარიღდება და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლს. ეს სტატუსი, მაღალი სტატუსი სოფელ ჭერემს მიენიჭა 2006 წელს. ეს არის ფაქტურად სოფელი მუზეუმი, შეიძლება ასე ითქვას. რა თქმა უნდა, ტურისტების ნაკადი არის დიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან ლამაზი ბუნება გარშემო, ამდენი ისტორიული ძეგლები და თავისთავად წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტს. ძალიან სასიხარულო ფაქტი არის, რომ ჭერემი მოეცა ტურისტულ მარშრუტებში. ძალიან სასიხარულო ფაქტი. შემდეგში, რა თქმა უნდა, გაფართოვდება ეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და რაც ხელშეუწყობს მოსახლეობის დაბრუნებას, დასაქმებას სოფელში და ასე.